ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვიცით და არაერთხელ გვინახავს, რომ ირაკლი კობახიძის და მისი რეჟიმის პირობებში საქართველოს არც ერთი საგარეო პოლიტიკური ფორმატი არ გამოუყენებია ამ ქვეყნის ჩვენი ერის ინტერესების საგრძელებლად შესაბამისად არც ამ ფორმატს კობახიძე და მისი რეჟიმი არ გამოიყენებს და ვერ გამოიყენებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების საგრძელებლად. ჩვენ ხედავთ ბუტაფორიულ დასწრებას ისეთ შეხვედრაზე, რომელიც პირველ რიგში თბილისში უნდა იმართებოდეს დღეს და არა სადღაც სხვაგან და ჩვენ ნახეთ რომ შეხვედრა იმართება ერევანში, იქამდე გაიმართა მოლდოვაში, მაგრამ რა თქმა უნდა არც ერთი პოლიტიკური ვიზიტით, არც ერთი სოლიდური პოლიტიკური ლიდერი არ ჩამოსულა წლების განმავლობაში საქართველოში. და ნაცვლად იმისა, რომ დღეს აქ ხდებოდეს მსგავსი რაღაცები, ნაცვლად იმისა, რომ დღეს თბილისი იყოს ჩვენი რეგიონალური დინამიკის ცენტრი, ჩვენ ვხედავთ, რომ ცენტრი არის გადასული სხვაგან და კობახიძე როგორც ბუტაფორია ესწრება შეხვედრას, სადაც მას არავინ არ ელის და სადაც მასთან სასაუბრო არავის არაფერი არ აქვს, იმ მარტივი მიზეზით, რაც არის ის, რომ ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა გასული 2 წლის განმავლობაში, რომ საქართველო ქცეულიყო იზოლაციურ ჭაობად, რომელსაც აღარ გააჩნია მეგობრები და პარტნიორები, რომელიც მტრებს ეძახის მოყვარეს მტრებს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები იქნას ფეხქვეშ გათელილი. კალას